დედაქალაქის მერმა და განათლების მინისტრმა ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც რამდენიმე დღეში ახალი პროფესიული სასწავლებლის მერმისის მშენებლობა დაიწყება. Გიგი უგულავამ სპეციალური მძიმე ტექნიკით ძველი შენობის სიმბოლური დემონტაჟი თავად განახორციელა. ახალი მინის ნაგებობა წინასწარი გათვლით 2012 წლის სექტემბერში გაიხსნება და აქ მსურველები ნებისმიერი ხელობის დაუფლებას შეძლებენ. სასწავლებელს 200-ზე მეტი სტუდენტის მიღება შეიძლება. სამშენებლო სამუშაოებზე კი 50 ადამიანი დასაქმდება. მთლიანად ეს პროფესიები იქნება ორიენტირებული ისეთ პროფესიებზე, რომელსაც არის ახლა მოთხოვნა ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ დედაქალაქში და რომ ამ პროფესიების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ძალიან მალე და ძალიან სწრაფი დასაქმება ამ სტუდენტების და ჩვენი მოქალაქეების. პროფესიული გადამზადება არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება ჩვენი დასაქმების სტრატეგიის, იმიტომ რომ ამ უნარჩვევების გარეშე შეუძლებელია დღეს ადამიანმა შეიძინოს და იპოვოს გრძელვადიანი სამუშაო. ერთი იცით როგორ დანშიკეთდება, რომელიც უფრო სხვა ტიპის პროფესიებზე იქნება ორიენტირებული, აქ სანზონაში უფრო სამშენებლო მიმართულებით, ასე რომ ძალიან ბევრ თბილისელს ექნება შესაძლებლობა ახალი კვალიფიკაცია მიიღოს, ან კვალიფიკაცია აიმაღლოს და ამით ხელი შეუწყოს თავის დასაქმებას.